ვაგრძელებ ჩვენს რეპორტაჟს ხაშურის სასპორტო სკოლის დარბაზიდან, სადაც აი უკვე წამიწამზე დაიწყება დღევანდელი დღის და ამ ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი, უკვე ფინალური დაპირისპირებები, ანუ შეხვედრები ოქროს მედლის და ჩემპიონის ტიტულისთვის. შეგახსენებთ, რომ ხაშურის სასპორტო სკოლა 2 დღის განმავლობაში მასპინძლობს საქართველოს ჩემპიონატს თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის და აიწყება პირველი ფინალური დაპირისპირება. ეს გახლავთ 57 კილოგრამი. ერთმანეთს ხვდებიან ლუკა ღვინჯილია აფხაზეთიდან და ნიკა ბოჭორიშვილი გორი. წითელი ფორმით გახლავთ ღვინჯილია. დაიწყო შეხვედრა, უკვე 10 წამი არის გასული მისი დაწყებიდან და ორივე ძალიან კარგი, ორივე გამოცდილი სპორტსმენი არის. ასაკობრივებში ორივეს აქვს გარკვეული წარმატებები, თუმცა ღვინჯილიას არამხოლოდ ასაკობრივებში, უფროსებშიც და ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ძალიან კარგი პაექრობა უნდა შემოგთავაზონ, ჯერჯერობით პირველი წუთები მართლაც ამაზე მიუთითებს. თქვენც ნახეთ, როგორ აქტიურად დაიწყო შეხვედრა და პირველივე ესეთი რეალური მცდელობა ჰქონდა ბოჭორიშვილს. მეორე შეშენდელ ჩემპიონატის ვიზიორია, მესამე ადგილზე იყო ბოჭორიშვილი, მეორეზე იყო ღვინჯილია, რომელმაც წააგო ფინალი ზანგალაძესთან. ზანგალაძე ზედა ზონაში გამოდის და ფინალისტია. შემდეგ ბრძოლაში ვიხილავთ მას. ხუთი გოლი გაიოლება ფინალში, გოლური ფინალი არ გექნება. აი პირველ 4 ზონაში იჭიდავენ 4-ვეში გოლები. ეს შესაძლოა ახლა ბოჭორიშვილმა დასრულდება ალბათ 30 წამის ჩართვით ღვინჯილია მართლობა მომსაჯი. ღვინჯილია უნდა გააქტიურდეს, მაგრამ ჯერჯერობით გააქტიურების არაფერი არ ეთქობა. უფრო შეიძლება ისევ ბოჭორიშვილი აქტიურობს. აი ხა ღვინჯილია ფეხის გამოკრაკისა და თუმცა არ გამოუვიდა, ვერ შეასრულა ბოლომდე. ამასობაში კი უკვე დასრულდა 30 წამიანი მონაკვეთი, შესაბამისად ბოჭორიშვილმა მიიღო 1 ქულა. გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი არ ახერხებს, თუმცა ბოჭორიშვილი გაიყვანა და თავიჩიდან არის გაიყვანა და მეორე ქულაც მოიპოვა. კიდევ ერთი ეს არ ხდება. ეს არტებში გაატყუეს არ ხდება, დრომში უნდა იყოს. მაშინ მიიღო ფეთქულას პირველი ნახევარით სამოამოიწურა თითქმის. დაიწყო შესვენება, 2 ქული გახლავთ ნიკა ბოჭორიშვილის სასარგებლოდ ანგარიში. ხუთნი არიან, როგორც გითხრათ, ფინალში ბოჭორიშვილის გავდა ზანგალაძე, რამბაშიძე, ოთინაშვილი და პეტრიაშვილი და პირველი 4 ფინალი გორელებს და აფხაზებს ყავთ ღვინჯილიას გავდა მძიმე ზონაში იქნება ფინალისტი ალექსი თოდუა.
იწყება მეორე პერიოდი, რომელიც წესით პირველზე ბევრად თვალსასეირო და დაძაბული უნდა. ნახოთ აბა ამ ეს ტაქტიკა ხო აქვს უნდა სტრატეგია ინჯილიას რომ მეორეში გააქტივებოდა. ისე ბოტორიშვილი წავიდა შეტევაზე, მაგრამ აქ თავს კარგად იცავს ინჯილია. თუმცა ეს მხოლოდ თავდაცვაში თუ გამოადგება, თორე აქედან შეტევა ნაკლებად მოსალოდნელია და მართლაც საჯმაც გააჩერა შეტევა. აი ისე იგივე სცენარი, ბოტორიშვილი წავიდა ფეხში, კარგად დაუდგა დაცვაში ინჯილია და ნახე ისე საჯმა ისე შეაჩერა შეტევა. ისე შეტევაში მიდის. მომასწორ მიიღებს ბოტორიშვილი, მაგრამ ამოწეული იყო მოხლებებზე დაჩქურდა დარბაზობა 3-0 გახლავთ უკვე ბოტორიშვილის სასარგებლოდ. აი ახლა კი გააქტიურდა უკვე ვინც არ ამონია ეს მისი სტრატეგიის ნაწილი იყო უოლთაჯობა ბოტორიშვილმა აკამდევაც მოხდა იმაში. ეხლა შეიძლება ბოტორიშვილი გაიყვანოს გარეთ ინჯილიამ და ასედაც მოხდა 3-1 ბოტორიშვილის სასარგებლოდ. დარბაზი შესაძლო არ არის, მაგრამ რაც არის სავსე არის და ძალიან აქტიურადაც იწერენ ფინალისტებს ფარს. თუთი და 40. აქ ისე ინჯილიას ჩაურთავენ 30 წამიანს, ჩაურთეს კი, მაგრამ ისი მცველი ამას აპროტესტებს. თუმცა შედეგი არ შეცვლილა და 30 წამიანი საჯარიმო ინჯილიას. აქტიურობით გორელთა ბანაკი ძალიან აქტიურობს, აი ხედავთ ახლა მცველებსაც კადრებში. შეიძლება ხედან ზემოდან მოიქცეს ინჯილია. შვილი წამი დარჩა ამ აქტიურობის დროის ამოწურვამდე, არა, ხედავთ უკვე გაუჭირდება წამოაყენა მსაჯულს. მეოთხე ფულა მიიღო ბოჭორიშვილმა. 4-1. 4-1 უკვე არ შვილის უნდა ჩაყვანა პარტერში და შემდეგ ერთი დატრიალება. შეიძლება ოთხფულიანიც 50 წამი შეხვედრის დამთავრებამდე ტემპი ნამდვილად დიდია, აშკარად მოიმატა ბოლო წამებზე და აი ნახოთ აქ რომელი ისარგებლებს ორი ფულა მიიღო ორივე 6-3. ახლა ბოჭორიშვილი იყო აქტიური და ინჯილიას ნახოთ აბა თუ გადაიყვანს 6-4. გარეთ გაყვანა 6-4. 25 წამი რჩება, რომ მე მგონი საკმარისი არის, რომ ორი ფულა ყოფნის ახლა ინჯილიას, იმიტომ რომ ხარისხით თანაბრად იქნებიან, მაშინ თუ თითო ფულიანი გააკეთა ორივემ და დანარჩენი ფულები აქვს. თუმცა თბილისელები აპირებენ შემოაგდეს მაინც ჩელენჯი, მაგრამ ბატონი თამაზ ბენდიანიშვილი არ ეთანხმებოდა თავის კოლეგას, აი ესეც მეორე მწვრთნელი დაიბომბეს უკან. ითხოვს ჩელენჯის უკან გაწევას. უკან იმიტომ რომ აქ ორი ფულა ყოფნის, რო წააგონ 7-4-ზე. ინჯილიამ მოითხოვა უკვე. ინჯილიამ წაიღო ეს თავის ბალიში და თავის ხელით დაანთავრა მსაჯს. აქ ახლა თუ არ გაამართლეს პირიქით ერთ ფულას მიიღებს მაშინ ბოჭორიშვილი. მოდი ნახოთ აბა გამოვიებთ ეს ფული ეპიზოდი იყო, გაგვიჭირდება აქ ვინ რამდენი ფულა მიიღო იმის დადგენა. აი აქედან დაიწყება ახლა ყველაფერი. ინჯილიამ დაიწყო ის შეტევა, მაგრამ კონჩეტევით უპასუხა მივე ბოჭორიშვილმა. არის ეს ეპიზოდი, შემდეგი ეპიზოდია აშკარად. აი აქედან. მოკლედ დავუბრუნდეთ მსაჯს გადაწყვეტილება საგანაჩენს გამოვიტანეთ ესენი.
დიახ, არ გამართდა ჩელენჯი და ერთი ქულა დაემატა ბოჭორიშვილს. და 25 წამი დარჩა ინჯილს. აი ახლა აქ უკვე ან 4 ქულიანი, ან ორი ეპიზოდი ქულიანი. კი ბატონო, კინაღამ გაიყვანა, კინაღამ მაგრამ დაიცვა თავი ბოჭორიშვილმა. ახლა პასიურობისთვის მითითებას იღებს ბოჭორიშვილი. ხო, თუ ესე გააგრძელა ერთ გაფრთხილებას მიიღებს, პირველად გაიყვანა. ახლა წინა ეპიზოდზეც მეგონა რომ შეგნებულად გადიოდა გარეთ, ქულას კარგავდა, ახლა გაფრთხილებაც მიიღო. ამასობაში 7 წამი. ვიდით 5. ხო, აი ეს ახლა უკვე ცოტა არ ჩართულა სამზომზე. დროის გარდა თვითონ ბოჭორიშვილის ქცევაც აი ამ მოგებული ჩელენჯის შემდეგ ცოტა ჯერჯერობით ტაბლოზე 7-5 არის ანგარიში და 6.5 წამი დრო. ანგარიში იგივე დატოვეს, თუმცა აი ბოჭორიშვილს საჯი კლავას მოუწოდებს რომ იჭიდაოს. აქ ახლა გორელებმა რატო შემოახდეს ეს ჩელენჯი? სადა აქ ყველაფერი გასულდა. სადა ილეთი და დაიჭირა მოყვავილე. დაიჭირა კონჩეტევაზე ღიმი. მიგა ბოჭორიშვილი გახდა ჩემპიონი 57 კილოგრამში. გორელი. დარბაზში ატმოსფეროზეც უნდა ითქვა ძალიან ზედლეიბზე არიან მომდევნო ლეიბებიდან მომდგარი მოჭიდავეები წაგინაღამში შემოარდნენ. ჩვენ გვახსოვს გუშინდელი ინციდენტი, საკმაოდ ცუდი და მძიმე ინციდენტი, რის გამოც ორივე მონაწილე მოიხსნა და ცოტა მეტი ყურადღება არის ალბათ საჭირო